ფესტივალმა გიზგიზი 2026 წლის ღონისძიებებისთვის სტარტი დღეს ბაკურიანში აიღო. სამთო კურორტზე ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაშია და უკვე მეორედ სტუმრებს გიზგიზმა უმასპინძლა. ადგილზე დილიდან ხალხმრავლობა და განსაკუთრებული განწყობა, სადაც საინტერესო მუსიკალური პროგრამა. გასართობის სივრცეები და კვების ზონებია მოწყობილი. ამის პარალელურად ბაკურიანში სრულად ფუნქციონირებს სამივე სასრიალო არეალი. დიდველი, კოხტა და მიტარბი, ჩართულია საბაგიროები. პირველად ამოქმედდა პანორამა ფუნიკულიორი, საიდანაც ბაკურიანის გამორჩეული პანორამული ხედების დათვალიერებაა შესაძლებელი. თოვლის სრიალი, მუსიკა და თავგადასავლები. ბაკურიანში ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაშია. გართობისა და სპორტის მოყვარულებისთვის კურორტზე ყველა პირობაა შექმნილი, რის გამოც ბაკურიანი წელსაც ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად რჩება. საოცარი ამბავია ბაკურიანი. უგემრიელესი კერძები, სასმელი, განწყობა, რა ვიცი, რა მაგარია, რა ბედნიერებაა. ყველას ვისაც ეს სპორტი უყვარს, ნამდვილად საუკეთესო ადგილია აქ, რომ განავითაროს თავისი თავი. ფერად უფრო განვითარებული არის ვიდრე შარშანი, იმიტომ რომ ბევრ ადგილას დაემატა ბადეები და განათება. სადღესასწაულო განწყობას ბაკურიანში მრავალფეროვანი ღონისძიებები ქმნის. დღეს კურორტი ფესტივალ გიზგის მასპინძლობს. მუსიკალური პროგრამა, გასართობის სივრცეები, კვების ზონები, პროგრამა ყველა ასაკსა და გემოვნების ვიზიტორზეა გათვლილი. ფესტივალის მთავარი გზავნილია ზამთრის ცივი დღეები, თბილი ემოციებით გავათბოთ. აღნიშნულ ფესტივალს ყოველწლიურად ვატარებთ. დღეს ძალიან ბევრი სტუმარი არის ტერიტორიაზე, როგორც უცხოელი, ისე ქართველი, რაც რა თქმა უნდა ძალიან გვახარებს. ძალიან კარგი არის ესეთი ფესტივალები ჩვენივე განვითარებისთვის, ასევე იმისთვის, რომ რეგიონს ვაცნობთ სხვა კუთხეს და ტურისტებისთვის ვაცნობთ ჩვენს კუთხეს. ზამთრის სეზონის გახსნის დღიდან განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოებას ეთმობა. მოთხილამურე პატრულები ინტენსიურ რეჟიმში და გაზრდილი შემადგენლობით პატრულირებენ. პარალელურად გაზრდილია მობილობა საავტომობილო გზებზე, სადაც გადაადგილებას საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები უწევენ მეთვალყურეობას. მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან სასრიალო ტრასებზე და გადაყავთ შესაბამის დაწესებულებებში. ახალ სეზონზე ბაკურიანი განახლებული ინფრასტრუქტურით და სიახლეებით შეხვდა. პირველად ამოქმედდა პანორამა ფუნიკულიორი, რომელიც ვიზიტორებს ზამთრის პეიზაჟების ნახვის შესაძლებლობას აძლევს. სრულად მუშაობს სამივე სასრიალო არეალი, დიდველი, კოხტა და მიტარბი. ზამთრის სეზონი საკმაოდ აქტიურ ფაზაში არის, შეინიშნება ბევრი ვიზიტორი, ზარდი დინამიკა არის, ეს ყოველწლიურად არის და წელსაც გამოირჩევა. სეზონს ჩვენ სიახლეებით შევხვდით, დიდველის არეალში არის განახლებული ინფრასტრუქტურა საბაგიროს მიმართულებით, რომელიც ყველაზე მაღალ წერტილს თავაზობს ვიზიტორებს. ზამთრის კურორტზე 12 საბაგირო ფუნქციონირებს, სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე კი 36 კილომეტრია. ტრასები არის გათოვლიანებული და სრულად ზატყოფნაში, ასევე დიდველზე გაიხსნა კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა რთული ტრასის მოყვარულებისთვის. სინოპტიკოსები ბაკურიანში თოვლიან იანვარს პროგნოზირებენ. სწორედ ამიტომ, როგორც დამსვენებლებს, ისევე ადგილობრივებს აქვთ მოლოდინი, რომ აქტივობა მაღალი დარჩება და კურორტი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.